106 საჯარო სკოლის ღირებულებით კლუბში ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მოგვეწყო გასვით ღონისძიება და გაგვეზიარებინათ ჩვენი კეთილი სურვილები, პოზიტივი და სიყვარული. მით უმეტეს რომ მოდის ახალი წელი, შობის დღესასწაული და გადავწყვიტეთ წამოსულიყავით მოხუცთა თავშესაფარში, სადაც მოვაწყეთ ღონისძიება, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ლექსები მოვყევით, ვისიამოვნეთ და რაც მთავარია, ალბათ ძალიან დიდი პოზიტივი შემოვიტანეთ. კმაყოფილება დღევანდელი დღის და ძალიან მიხარია რომ აქ წამოვედი და ესეთი არჩევანი მივიღე და მოხუცების გულამდე ჩავახწეთ და გავახარეთ, რადგან ჩემი ბაბუა აღარ არის სოციალი და ყველა მოხუცი ხედავ მის თავს და ძალიან დიდი სიტყვით იცენ და ძალიან მიხარია რომ დღეს ბედნიერები არიან. დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაგვაწყვეტა იმაში, რომ ღირებულებითი განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ქართულ რეალობაში, იმიტომ რომ აი მართლაც ეს ყველაფერი რაც დღეს მოხდა აქ ჩვენი ეს ღონისძიება 100%-ით არის ბავშვების ორგანიზებული და 100%-იანი мотивация ქონდათ ბავშვებს რომ ეს გაეკეთებინათ და ეს мотивация ხორჩასმული გახდა. ღირებულებითი განათლების წყალობით, საპატრიარქოს დახმარებით, გვერდში დგომით და მადლობა ყველას ამისთვის და მადლობა პირველ რიგში ამ ბავშვებს, რომლებმაც ესე გაულამაზეს დღევანდელი დღე ხანდაზმულებს. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოებამ ბევრი კარგი საქმე აკეთოს და წაახალისოს საზოგადოების წევრებმა ერთმანეთი ამ საქმისთვის. ძალიან გახარებულები დარჩნენ ჩვენი მოხუცები და ვისურვებდი, რომ ბევრი ასეთი სოციალური პროექტი განხორციელებული იყოს ჩვენ ქვეყანაში. გასვლითი ღონისძიებები და ზოგადად არაფორმალური განათლების მიღება ბავშვის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ არაფორმალური განათლების დროს ვსწავლობთ ისეთ რაღაცებს, რასაც წიგნებში ვერ ვისწავლით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მამაოც და საპატრიარქოს მასწავლებლები ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენი სურვილებს საფუძველი ჩაეყაროს და განვითარდეს. ვაიმე, რა თქვი ვაშე. შენიყავი ერთადერთო, როცა გულში მაი